ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ, მეუნარგია. შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია მედიის როლი, რასაკვირველია, იმიტომ რაც შეეხება სტერეოტიპების მსხვრევას, ბარიერების გადალახვას, საზოგადოების დამოკიდებულებას, მედიამ ამაზე სერიოზულად უნდა იმუშაოს. დამეთანხმებით ალბათ, დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია, ჩემი კოლეგა, რადიო იმედის დილის გადაცემის პროდიუსერი მარიამ ჯორბენაძე. მოგესალმები, მარიამ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. მსმენელს შევახსენებ ჩვენ საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ, თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მარიამ, როგორც მე აღვნიშნე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მედიის როლზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თან მიმართებაში, ძალზედ მნიშვნელოვანია და მოდი პირდაპირ დავიწყებ. მე მაინტერესებს, რამდენად ინფორმირებული ხარ ამ ადამიანების შესახებ. ანუ, ქონია თუ არა შეხება მთელი ცხოვრების მანძილზე მათთან? იცი რა არის ნინო, მქონია რა თქმა უნდა შეხება, თუმცა არ ვერ ვიტყვი რომ ბევრთან. მე კიდევ ერთი დამახმარა ის, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მომიწია ამ თემაზე ცოტა ხანი მუშაობა სტუდენტობისას ფსიქოლოგიურ კურსზე, ფაკულტეტზე როდესაც ვსწავლობდი. ამიტომ, თორემ ისე რომ ვთქვათ, რომ ან სკოლაში, ან უნივერსიტეტში ისე ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ქონია შეხება და ბევრი ყავდა და ჩვენთან ერთად სწავლობდნენ თქო, არა ნამდვილად არ იყო. ხო, რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და მე მაინტერესებს, გაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია სტატისტიკის შესახებ? იცი თუ არა საქართველოში რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს, რამდენი ასეთი ბავშვი? მე აღმოჩნდა რომ ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ დავინტერესდი, მოვიწიე ეს ინფორმაცია და თურმე აღმოჩნდა რომ არსებობს რეალურად სტატისტიკა და თუ სწორად ვიცი და მე შენ დამიდასტურე, მე ვიცი რომ საქართველოში დაახლოებით 100,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ცოტა მეტი და აქედან თუ არ ვწდები 10,000 არის ბავშვი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და თუმცა ბევრმა არ იცის რომ ეს სტატისტიკა არსებობს. ნამდვილად სამწუხაროდ ბევრმა არ იცის და კიდევ ეს სხვა თემა თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არ იციან რა რაოდენობა ზოგადად საქართველოში. და მაინტერესებს, ხა შენ აღნიშნე ის, რომ რაც შეეხება სკოლის პერიოდს, ხო, ნაკლებად ქონდა შეხება ამ ადამიანებთან. ანუ მე მინდა ხა პარალელი გავატაროთ წარსულსა და აწმყოს შორის. ანუ რა ვითარება იყო წარსულში, რა ვითარება ახლა ამჟამად და რატომ არ იყვნენ ადამიანები ინფორმირებულნი მათ შესახებ? ნინო, იცი რა არის, სანამ მედიის როლზე გადავიდოდე, პირველ რიგში იცი მინდა დავიწყო. თუნდაც ჩემი მაგალითიდან მე წარსულში ვისაც ვიცნობდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს, ხომ? ეს იყო ჩვენი ნაცნობის ოჯახში, შვილი იყო მისი. და ფაქტობრივად მე რომ უბრალოდ მის ოჯახში არ ყოფილიყავი სტუმრად, ვერც გავიგებდი, რომ მათ ყავდათ ბავშვი, აღარ მახსოვს ზუსტად რა პრობლემა ჰქონდა. ნუ ეტლით მოსარგებლე იყო ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რამ გამოიწვია ეს მაშინ არ მახსოვს ეს ზუსტად. დიახ. თვითონ მშობლები, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ მალავდნენ ამ ბავშვს. მალავდნენ არა, ყოველ შემთხვევაში არ ჰქონდათ. ანუ ეს ის კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ეს ბავშვი გარეთ არ გამოყავდათ. არა, არ გადიოდა და ფაქტობრივად გარშემოთ ძალიან ცოტა მიცნობდა მათი სანაცნობო წრიდან, რომ მათ ყავდათ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. და ეს როდის ხდებოდა 10 წლის წინ დაახლოებით? ცოტა მეტის მე მგონი, დაახლოებით 15 წლის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი. და ბოლოს იცით ნინო რითი უშველეს თავს, ასე ვთქვათ, წავიდნენ საზღვარგარეთ. მათ ეს მონახეს გამოსავალი. და მე როდესაც უკვე გავიგე მათ შესახებ, იქ საკმაოდ ხელშეწყობა იყო, სკოლაშიც შეიყვანეს სპეციალური რაღაც პროგრამებით და მოკლედ მე დაასაქმეს კიდეც. და იმის შემდეგ
უკვე რა ვთქვა, აი 15 წელიწადი გავიდა. ახლა უკვე მივხვდი, რომ შედარებით შეიცვალა მშობლების დამოკიდებულება. მე მაგალითად გავიცანი რამდენიმე მშობელი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომელიც პირიქით თვითონ ცდილობენ, რაც შეიძლება ინტეგრაცია მოახდინონ თავიანთი შვილების და რაც შეიძლება გააცნონ თავიანთი შვილები საზოგადოებას, რომ მიიღოს საზოგადოებამ, რომ მიეჩვიონ ამას, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები და რომ მათთან სრულად ჩვეულებრივი ურთიერთობა არის. ძალზედ მნიშვნელოვანია მშობლების აქტიურობა. იმიტომ რომ თვით ამ შემთხვევაში მშობელი როგორც მიაწვდის საზოგადოებას თავის შვილს, საზოგადოება ისე მიიღებს. და როდესაც მშობელი თulis რომ მისი შვილი დასამალია, ხო? ამ შემთხვევაში დამეთანხმები ალბათ საზოგადოებას რას მოვთხოვთ, ხო? რა თქმა უნდა, ნამდვილად, როდესაც მშობლისგან ხედავთ, მოდის ეს მუხტი, რომ რაღაც დონეზე მას რაღაცი შეიძლება შეცხვენოდეს, ან ეშინოდეს, ძალიან ავტომატურად პასუხობს ადეკვატურად საზოგადოებაც. ისედაც ჩვენ ზოგადად საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა ის, რომ არ ვიცით ამ ადამიანებს სწორად როგორ მოვექცეთ. და ხანდახან არის ხოლმე, რომ რადგან არ ვიცით სწორად როგორ მოვექცეთ, საერთოდ ვარიდებთ თავს. ოღონდ რამე არ შეგვეშალოს და საერთოდ არ ვაკონტაქტებით. აი გეთანხმები, ნუ რასაკურველია, აწმყოზე არ არის საუბარი, მაგრამ მე გავიხსენებ ჩემ თავს წარსულში. წლების მიღმა, ნუ დავუშვათ 10 წლის წინ, ხო? როგორ ვრეაგირებდი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს ვხედავდი. მე ამცხვენია და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებ. მე თვალს ვარიდებდი. ნუ იცი რა, ვფიქრობდი, რომ რაღაცა ჩემი მზერით ის არ დავამძიმო და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს გამოსავალი არ არის, ესეც არასწორია. ნუ რასაკვირველია ხა, როდესაც საუბარია იქ შეცოდებაზე, ნუ არის კატეგორია, რომელსაც ეცოდება. არის კატეგორია, რომლისთვისაც მე არ მინდა ძალიან მკაცრი ვიყო, ნუ აბსოლუტურად მიუღებელია და რაღაცა ისეთი ცუდი ემოციები უჩნდებათ, ხო? ნუ ეს რასაკვირველია დასაგმობია, მაგრამ ის რომ თვალი მოარიდო, ხო? ესეც არასწორია. ნუ რასაკვირველია დროთა განმავლობაში შეიცვალა, ჩემში ხომ მით უმეტეს. და მე ეს ვიგულისხმე, იცი მე ვფიქრობ, რომ თვალს ვარიდებთ, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ოხერხულობის მომენტი გვიჩნდება, იმიტომ რომ არც არასდროს არავის უთქვამს ჩვენთვის როგორ არის სწორი მათთან ქცევა. და არც ქონია შეხება, მე მაგიტომ ვთქვი, რომ იმის გამო რომ არ ქონია თქვა და არ უსწავლია ჩემთან ერთად ასეთ ადამიანს. არ მყოლია სამეგობრო წრეში, იმიტომ რომ არ მისცეს საშუალება, რომ ბავშვობაში ჩვენთან ერთად ეთამაშა, იგივე საქმიანობებზე იქევლო რაღაც სხვადასხვა წრეებზე, რაზეც დავდივართ, ამიტომ არ მქონია საშუალება ბავშვობაშივე. ჩვენ რომ თქვა ერთად გავზრდილიყავით თაობები, ხო? და ჩვენთან ერთად გქონოდათ ამ ადამიანებს ურთიერთობა. უკვე რაღაც დონეზე გაქვს ქცევის მოდელი და უხერხულობის მომენტი არ გაქვს. ახლა უკვე შედარებით დავიხვეწეთ, იმიტომ რომ ნუ ჯერ შედარებით ინტერნეტთან ერთად ინფორმაციაც გვაქვს მეტი. მაგრამ აი ინტერნეტის გარდა ნამდვილად ამიტომ არის მედიის კუთხე ძალიან მნიშვნელოვანი. გეთანხმები, რომ რაღაც დონეზე უნდა გაგვაცნოთ, ჩვენი ცნობიერება უნდა ამაღლოს ამ კუთხით, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, რომ არსებობენ. რასაკვირველია იგნოროთ პირიქით. და რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, მიხედავთ იმისა, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ნამდვილად არ არის და ამჟამად რა შედარება საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ხო? მაინც დამოკიდებულება გარკვეული ნაწილის არის არაერთგვაროვანი. და ნუ აქ ჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. რაშია საქმე? როდესაც ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, როდესაც მშობლები აღარ მაალავენ ბავშვებს, გამოყავთ ქუჩაში. მაშინ რა ხდება? რატომ არის მაინც დამოკიდებულება არაერთგვაროვანი? იმიტომ რომ მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საკუთარ თავზე გადამიტანია ეს ვაი, აი მე ეს რატო დაგემართა? პირდაპირ გეუბნებიან ამას პირში და შეიძლება ეს გითხრას ისეთმა ადამიანმა, რომელიც უბრალოდ თვლი რომ არის ინტელექტუალი, ხო? და რაშია საქმე? აი შენი აზრი მაინტერესებს, შენ მედიის წარმომადგენელი ხარ. იცი რას ვფიქრობ მე? პრობლემა არის ის, რომ მაინც საბოლოო ჯამში ინფორმაცია არის ძალიან ცოტა. და ინფორმაცია იმის შესახებ არის ცოტა, რომ ამ ადამიანებს ძალიან სრულფასოვანი ცხოვრებით შეუძლიათ იცხოვრონ და კი უნდა გვეცოდებოდნენ.
არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ძალიან თავისუფლად შეიძლება იმუშაონ, კიდეც დამოუკიდებლად იცხოვრონ, ოჯახი შექმნან. ანუ ჩვენ ცოტა მხოლოდ სხვა კუთხით ვიცნობთ. ძალიან ცალსახა ინფორმაცია გვაქვს. უბრალოდ ის ვიცით, რომ რაღაცა გარკვეული შეზღუდული უნარი აქვთ და რომ აქედან გამომდინარე ბევრ სირთულეებთან უწევთ შეჯახება და იგივე გაჭირვების კუთხითაც და სოციალური კუთხით და აი ზუსტად იმ კუთხით რომ ეს ადამიანები შეიძლება სრულფასოვანი წევრები გახდნენ ჩვენი ხელშეწყობით, აი მაგ კუთხით არ გვაქვს იმდან ბევრი ინფორმაცია. გეთანხმები, ნამდვილად, მაგრამ მოდი გადავალოთ თვალი, როგორ შუქდება ამჟამად ამ ადამიანების ცხოვრება, ხო? თუ შევადარებთ წარსულს, რასაკვირველია წინსვლა? რა თქმა უნდა. მოდი ახლა წარსული რო გავიხსენოთ, ჩვენ ალბათ დამეთანხმები იმაში, რომ ძირითადად ეს ახლო წარსულზეა საუბარი. აქცენტები მკეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გაჭირვებაზე, დახმარებაზე. და მე ნეგატიური კუთხით. ხო, მაინც ნეგატიური. თუმცა რასაკვირველია, როდესაც დავუშვათ ჟურნალისტი მუშაობს სიუჟეტზე, მსგავს სიუჟეტზე, სადაც დავუშვათ წარმოადგენს აშუქებს სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია. რასაკვირველია, მისი მიზანი არ არის ნეგატივი, ხომ? აკეთებს ამას იმიტომ, რომ სიკეთე დავუშვათ ამ ოჯახს დაეხმაროს ვიღაცა, მაგრამ იმაშიც დამეთანხმები, რომ დახმარება ეს არის ადამიანის კეთილი ნება. და ჩვენ მივდივართ ახლა იქამდე, რომ რაც შეეხება პროგრამებს, ეს არის სოციალური დაცვის სისტემა, თუ ეს არის რეაბილიტაცია, თუ ასე შემდეგ, ეს არის სახელმწიფოს საქმე. ანუ ეს იმდენად ძვირად ღირებული პროგრამებია, რომ ამას ხო ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გასწვდება. შეიძლება ერთჯერადად დაეხმაროს ოჯახს. და გვჩება მე სიცარიელე, ხო, როდესაც მოდი ახლა ახალგაზრდებზე გავაკეთოთ აქცენტი. დავუშვათ მოზარდი უყურებს მსგავს სიუჟეტს, მისდა მისულია როგორი გზავნილი, რომ მე როგორ რასაცდავები არიან, როგორ უჭირთ, ხო? და პარალელურად აი შენი მოსაზრება მაინტერესებს. რაზე უნდა იმუშაოს მედია? აი ზუსტად რაც ხარ მინდა გამეორებასავით გამომივიდეს, მაგრამ აი არ ვიცი, ჩემი აზრით კარგი იქნება და გავუკეთებინა ასეთი რაღაც. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ სწორედ ეს ფინანსური და მატერიალური დახმარება და სხვადასხვა სახის იგივე ან რეაბილიტაციის კუთხით სჭირდებათ. თუმცა მოდი ამ სიუჟეტში გავაკეთოთ ისეთი შედარება, რომ თქვა რისთვის სჭირდებათ? მარტო იმიტომ ხომ არა, რომ იმ მომენტში ჯანმრთელად იყვნენ, იმ მომენტში საკვები ქონდეთ. არა, გავაკეთოთ თქვა ამ სიუჟეტში აქცენტი, რომ ამ ყველაფრის გამოვიყენებთ, ასე ვთქვათ, მოვახმართ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მერე ვაჩვენოთ მაგალითი, წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მაგალითი, რომ აი აქამდე რომ მივიდეთ, ამისთვის გვჭირდება ეს დახმარება და არა მარტო იმიტომ, რომ დღეს იმ ადამიანს საკვები ქონდეს და დღეს ის ადამიანი, ვთქვათ, მიიღოს საჭირო წამალი. არამედ აი ეს წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები როგორ განვითარდნენ, როგორ დაეხმარათ მათ ეს ხელშეწყობა, ეს სწორი დამოკიდებულებები იგივე ოჯახში, საზოგადოებაში და როგორი სრულფასოვნებიანი წევრები შეიძლება იყვნენ ახლა და რო ამ არიან და თან გვაქვს ეს რაც თავარია კონკრეტული მაგალითები. საქართველოშიც არ არის ცოტა. ბევრი არის საკმაოდ წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო ლეონარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად, შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ჩემი კოლეგა რადიო იმედის დილის გადაცემის პროდიუსერი მარიამ ჯორბენაძე. საუბრის თემა კი გახლავთ მედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებაში. ანუ დამეთანხმებით ალბათ იმაში მარიამ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ურთიერთობისას მართებული ტერმინოლოგიის გამოყენება და რასაკვირველია, არსებობს გარკვეული ქცევის ნორმები, როდესაც დაუშვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისგან ვიღებთ ინტერვიუს, უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ. და ახლა სატელეფონო ჩართვა ხაზია ახალგაზრდული მედია კავშირის PR მენეჯერი ქალბატონი ხატია გავაშელი. ხატია, მოგესალმებით.
მოგესალმებით, ნინო, მადლობა. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და ხატია თქვენ ალბათ გვისმენდით და უკვე იცით რომ ჩვენ ვსაუბრობთ მედიის როლზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებაში და დამეთანხმებით ძალზედ მნიშვნელოვანია მართებული ტერმინოლოგიის გამოყენება მათთან ურთიერთობისას და ასევე უნდა ვიცოდეთ ჟურნალისტებმა გარკვეული ქცევის წესები, ხო? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და არსებობს თუ არა დავუშვათ რაღაც გარკვეული ბაზა. დავუშვათ ჟურნალისტს უნდა ინტერვიუს აღება და მან არ იცის ქცევის ნორმები. სად შეიძლება მოიძიოს? ნინო, ესე იგი საქმე იმაშია, რომ ასეთი ბაზა ჯერჯერობით არ არსებობს. არის ეს უკვე განაწევრებული ინფორმაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეშობილ თემაზე მუშაობს. ტერმინოლოგიისა და ქცევის წესების განსაზღვრისთვის აკეთებს, ასე ვთქვათ, რაღაცა ცალკეულ ინფორმაციულ ბაზებს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მედია კავშირი, გახლავთ პარტნიორი ორგანიზაცია, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ორგანიზაცია და მისი თავმჯდომარე გოგა კოხრეიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ასეთი ტრენინგები სწორ ტერმინოლოგიებთან და ქცევის წესებთან დაკავშირებით გაგვემართა. გოგა კოხრეიძე გახდა აჭარის წარმომადგენელი საზოგადოებრივი უწყების სამეურვეო საფრთხეში და პირველი ასეთი ტრენინგი სიმბოლურად გაიმართა აჭარის ტელევიზიაში. ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის უფრო სწორად აჭარის რეგიონში. და სხვა შორის იქ დაისვა კითხვები, თუ აი რატომ არ უნდა გამახვილდეს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რესპონდენტის ეტლზე, ვთქვათ, ხელჯოხზე, ყურსასმენ აპარატზე თუ სათვალეზე და პასუხი რა თქმა უნდა იყო ერთი მნიშვნელოვანი, რომ ინტერვიუს ჩამორთმევისას ჩვენ რესპონდენტის ფეხსაცმელზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ეტლი როგორც ატრიბუტი, ისე როგორც ფეხსაცმელი განვიხილოთ და იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა რესპონდენტი არ არის დიზაინერი, არაცი არამედ განსაკუთრებული და ორიგინალური ფეხსაცმელი ხომ ასია. და ჩვენ უახლოეს მომავალში გვაქვს გეგმაში რომ გარდა თბილისში მოუწყებელი ტელეკომპანიებისა რეგიონებში გავმართოთ მსგავსი ტენდერებისა ტრენინგები, სადაც დავაცნობთ ჟურნალისტებს ქცევის წესებს, ტერმინოლოგიებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ესე იგი ტრენინგის გამართვა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ხატია, ძალიან კარგი, ეს რაც შეეხება ტრენინგებს, მაგრამ რა შეეხება ბაზას? უახლოეს მომავალში. ვაპირებთ რომ შევქმნათ ბაზა, ანუ ჩვენ ჩავრთავთ ამ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და აუცილებლად შეიქმნება ბაზა, იმიტომ რომ მე შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა და ვთქვათ მყავს მეგობრები, რომლებიც არიან ერთად მუშაობს, არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და გამიმართლა იმ თვალსაზრისით რომ მე ზუსტად ვიცი ეს საჭიროებები რა არ უნდა შემეშალოს, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ესე რომ არ ყოფილიყო და რო არ გქონოდა მე მათთან ახლო ურთიერთობა, შესაძლებელია მეც დამეშვა შეცდომები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც აი ძირითადი სტერეოტიპები არ შემიძლია მას ხაზი არ გავუსვა, რომ აი შეზღუდული შესაძლებლობა რომ არის დიაგნოზი, რომ ჭირდება მათად ახმარება, რომ საცოდავია, რომ ღმერთს განსაკუთრებით უყვართ, ან ხვერპლი, ან გმირი, ან კაცი სტერეოტიპები რა თქმა უნდა დაირღვეს და ამისათვის საჭიროა ნინო შენი, ჩემი, აბსოლუტურად ჩვენი კოლეგების ძალიან სერიოზული აქტიურობა, დიდი აქტიურობა და მხარდაჭერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სტერეოტიპები, ასე ვთქვათ, დავამარცხოთ და გავანადგუროთ და მსგავსი ტერმინოლოგიის აღარ ვიცარგებლოთ, როგორიც არის მაგალითად ეტლს მიჯაჭვული, უნარშეზღუდული, ინვალიდი, ყრუმუნჭი, ხეიბარი და ასე შემდეგ, როდესაც არაჩვეულებრივი ტერმინოლოგები არსებობს, ზუსტად განსაზღვრელი, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეტლით მოსარგებლე, სმენის არ მქონე ამპუტანტი და ასე შემდეგ. ხატია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მე გისურვებთ წარმატებებს. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული მედია კავშირის PR მენეჯერი ხატია გავაშვილი და მე მგონი თემა ძალიან საინტერესოა. ნამდვილად ნინა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით. და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რაც შეეხება ტერმინოლოგიას, მე მგონი ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, ხო? მე ვფიქრობ, რომ მაგით უნდა დავიწყოთ ზოგადად. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ პირველ რიგში ზუსტად აი ეს არასწორი ტერმინოლოგია რაც არის, აი რაც ახსენა ქალბატონმა ხატია, ინვალიდი, ხეიბარი, ეს ვიცით რომ არასწორია, უკვე ვიცით, მაგრამ სწორი ფორმებიც ვიღაცამ უნდა გვასწავლოს. და იცით რა, ძალიან მარტივია დავუშვათ, ხშირად იმეორებენ, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისედაც თავად მოსახლეობა
რაც შეეხება ბრმას, მოდით ხაზი გადაუსვათ ბრმას, ბრმა არა, უსინათლო, ან მცირე მხედველი და მსმენელია ხაზზე, დიახ, მოგესალმებით, გამარჯობა. ხშირად ისმენე საერთოდ. დიახ. რომ ძალიან მტკივნეული თემაა ეს, საერთოდ ზოგიერთი ეს ხოთ აღშფოთებ და არ ადარდებს რეალურად. დიახ. უშუალოდ მივახციეთ ჩვენ იმას, რომ ეთნიკურ სიარულემ გაიარა ან გაუარე და ეს არ შევამჩნიეთ. ჩვეულებრივი თანასწორია ჩვენთვის. უშუალოდ გაიარა უსინათლო და არაფერი, უბრალოდ ნახეთ და მეტი არაფერი. გაიარა და მივახციეთ იმ კულტურას, რომ ეს არ არის სენსაცია, ეს არ არის გმირობა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ის ადამიანია. დიახ. ეს კარგი მივახციეთ ამას, კარგი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რეალურად იმედში ვინც ზის და ვისეთ ჯოხი უჭირავს, მაგას ის რაც ტკივა, ეს აქტივად რო სახელმწიფოს აბსოლუტურად არ ესმის და ვალდებულობასაც არ ასრულებს, გესმის რომ ძალიან ესე იგი ამათი პენსია 150 ლარი ეს არის როგორ გითხრა, საარსებოსაც ვერ უტოლდება რომ თავი წაიღონ, იმიტომ რომ როცა ელჭში ზის ადამიანი ეს უკვე იმდენად ძვიად უჩდება ამას მისი ადამიანობასთან გატოლება, იმიტომ რომ ადამიანობას რო გაუტოლო თავი, ეს უკვე ფულია, გესმის და 150 ლარი ადამიანობასთან არაფერს. მესმის ბატონო, დიახ, მესმის თქვენი, დიახ. მესმის ძალიან მტკივნეული თემა, ჩვენ ახლა სოციალური დაცვის სისტემაზე გადავდივართ. ანუ ბატონმა ბრძანა, ასაკურელია, ეს არის პენსიის თემა, თუ ეს იქნება შემდეგ დაზღვევა და ჩვენ არაერთ გადაცემაში გვისაუბრია და დამერწმუნეთ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ ამ თემაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მედიის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აქცენტი როგორც უნდა გაკეთდეს პრობლემებზე, უნდა გაკეთდეს რასაკვირველია წარმატებაზე და მე პირობას გაძლევთ, რომ არაერთხელ შევეხები ამ თემას და შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოვიწევ სტუმრებს. და რაც შეეხება თემას, მე მინდა დავუბრუნდე ისევ ტერმინოლოგიას, ჩვენ უკვე აღვნიშნებთ ერთმნიშვნელოვნად, რომ დავუშვათ ბრმა არა. ხო, უსინათლო, მცირე მხედველი, ყრუ არა, სმენა დაქვეითებული, რაც შეეხება ინვალიდს, უნარ შეზღუდულს, არა, შეზღუდული შესაძლებლობების და სატელეფონო ჩართვის დროს ქალბატონმა ხატიან ბრძანა, რომ ძალიან მალე დაიდება ბაზა ამ სწორი ტერმინოლოგიის და ქცევის ნორმების და ნებისმიერ ჟურნალის ექნება მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს ამ ბაზას. და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ნინო, ჩვენ რო საუბრობთ, რომ მედიის როლი ძალიან დიდი არის ცნობიერების ამაღლებაში, პირველ რიგში ჩვენ მედიის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ ძალიან კარგად გარკვეულები ამ საკითხებში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს სწორი ტერმინოლოგია, ჩვენ უნდა ვქონდეს ჯანსაღი სწორი დამოკიდებულებები, რომ მერე უკვე ვისაუბროთ და სწორად მივაწოდოთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია და ეს ჯანსაღი დამოკიდებულებები, რომ მერე უკვე საზოგადოებამ გაიზიაროს. ძალიან მართებულად ბრძანეთ, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების ჯანსაღი დამოკიდებულება. მე მქონია დაუშვათ ასეთი შემთხვევა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტელეკომპანიაში და რომელი ეთერი იყო ეს. შეზღუდულ შესაძლებლობებზე მქონე ადამიანებზე იყო გადაცემა და მე დავუშვათ შემდეგ, გადაცემის შემდეგ პროდიუსერის, ასე ვთქვათ, რეპლიკას მოვკარი ყური, აიმე საწყალი, რა კარგი ბიჭია. ხო, მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ აშუქებდნენ იქ და რასაკვირველია, როგორც თქვენ ბრძანეთ და რაც ძალზედ მისაღებია, რომ უნდა გაშუქთეს მართებული ფორმით, აუცილებლად წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები უნდა ვაჩვენოთ და დიდი დოზებით, მაგრამ თუ თავად ჩვენი დამოკიდებულება, ანუ შიგნიდან იქნება არაჯანსაღი, მაშინ ამას რასაკვირველია მაყურებელიც იგრძნობს, ხო? რა თქმა უნდა, მაყურებელიც, მსმენელიც და თუნდაც სტატიის წერისას ყოველთვის იგრძნობა მუხტი, როდესაც თვითონ არ გვაქვს გათავისებული რა არის ეს. ყველაფერი პრობლემა არის თუ რა კუთხით უნდა. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, საუბრობთ არ შემიძლია, ახლა კიდევ არ აღვნიშნო, ძალიან ხშირად სამწუხაროდ დავუშვათ რაც შეეხება აი ტერმინი დაუნი, ხო? ჯერჯერობით მინდა აღვნიშნო, ვინც არ იცის, რომ დაუნი ეს არის გვარი ექიმის და რაც შეეხება დაუნის სინდრომს, არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფელ კონტექსტში არ შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება. ძალიან ხშირად ახლაც გვესმის
ხომეში დაუნე შენ დებილო ხო და მე მინდა ყველას გთხოვოთ რომ როდესაც მსგავს რაღაცას გაიგებთ დაგმეთ ანუ შეუსწორეთ აუხსენით რომ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია იმიტომ რომ უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებთ ამ ადამიანებს და შეურაცხყოფის მიყენების უფლება არავის არ აქვს თანხმები და ალბათ კარგი იქნება ყოველთვის სწორი ფორმით თუნდაც შეუსწოროთ ადამიანებს როდესაც დავიწყოთ ეს ამოვიწყოთ თითოეულმა წევრმა საზოგადოების თითოეულმა წევრმა შევიტანოთ მინიმალური წვლილი ამ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში თუნდაც ნინო იმითი რომ როდესაც ადამიანი იტყვის ინვალიდი შეუსწოროთ მართლად რომ ეს არ არის სწორი ფორმა და როგორც უნდა თქვას ანუ რომ ეს არის თქვა ეტლით მოსარგებლე და ასე შემდეგ ეს სწორი ტერმინები ვინ თუ ვიცით რა თქმა უნდა რაც შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობებს ზოგს უჭირს კიდევაც ამის გამოთქმა შეუძლია დავუშვათ განსხვავებული უნარების მქონე ადამიანები ესეც მისაღებია თუმცა მართლა ჩვენ ყველანი ვართ რაღაც განსხვავებული უნარების მქონე ხო და რაც შეეხება უნარებს აქვე მინდა აღვნიშნო რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს ხო იმიტომ რომ არსებობს როგორ ანუ გარკვეულ კონტექსტში ჩვენ ყველას რაღაც მიმართულებით უნარი შეზღუდული გვაქვს და როდესაც შეზღუდულ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ ამ ადამიანებს თუ მივცემთ საკუთარი უნარების გამომჟღავნების საშუალებას მაშინ არანაირ შეზღუდულებზე არ იქნება საუბარი და კიდევ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მარიამ და თქვენ ბრძანეთ პირველ ბლოკში რომ 10 წლის წინ და 15 წლის წინ დავუშვათ სკოლის პერიოდში როდესაც თქვენ სწავლობდით მაშინ ნაკლებად იყავით ინფორმირებული და ბავშვები ხო არჩი თქვენ კლასში არ ყოლიათ დავუშვათ ეტლით მოსარგებლე თუ სხვა შეზღუდვების მქონე ბავშვი ახლა სხვა სიტუაცია შეიძლება არ აღვნიშნოთ ის რომ ინკლუზიური განათლება დანერგილია და ძალიან გაამართლა რამდენადაც არა მარტო შშმ ბავშვებისთვის არის ეს კარგი ზოგადად ბავშვებისთვის და მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება აი რას ფიქრობთ ამის თაობაზე იცი რა არის ნინო ხო პრინციპში ახლა უკვე არის დანერგილი თუმცა მაინც კიდევ არ არის ის სიტუაცია რაც საჭირო არის და თუნდაც კიდევ ერთ რაღაცას ვახსენებ მე კარგი იქნებოდა თუ მარტო სკოლების და ვთქვათ ბაღების კუთხით არამედ დასაქმების კუთხით გადავიდეთ შემდეგ დასაქმებაზე ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ნინო ამ ყველაფრის იმ სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის, იმ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ამ ადამიანებთან უნდა გქონდეთ ჯანსაღი დამოკიდებულება, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი მათნაირი ადამიანები. და დამეთანხმებით ალბათ, როდესაც ბავშვები ერთად გაიზრდებიან, მაშინ არანაირ ბარიერებზე აღარ იქნება საუბარი, ხო? ეს იქნება ავტომატურ რეჟიმში, ეს მოხდება შერწყმა. ამიდა აღარ შესაბამისად როდესაც გვეცოდინება რომ ამ ადამიანებს ჩვეულებრივ შეუძლიათ იგივე სკეთება რასაც ჩვენ ვაკეთებთ თითქმის უკვე აღარ იქნება შეზღუდული მომენტი ანუ გვეცოდინება რომ არ არის ეს შეზღუდული შესაძლებლობა არ არის ეს უნარ შეზღუდულები ნამდვილად არ არიან ეს ადამიანები და უნდა მივცეთ მათ საშუალება უნდა მივცეთ რომ ნამდვილად არ არიან და რაც შეეხება დასაქმებას ძალიან საინტერესო თემა მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება დავუშვათ იცნობ თქვენი ადამიანებს შშმ ადამიანებზე მაქვს საუბარი რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან მე ვიცნობ ჩემ და საბედნიეროდ მართლა ძალიან ანუ არიან და თავიანთი აქვთ რაიმე კომპანია არა სახელმწიფო სტრუქტურებში არიან და ხათშორის ძალიან სერიოზულ პოსტებზეც და ძალიან სერიოზული ადამიანები ძალიან საქმენი ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან მაგრამ მე მგონი ძალიან მცირე დოზებით ხო აი ეგ უნდა მეთქვა მეც გამიგია თუმცა ეს არის ზუსტად ეს თემა გამიგია მსმენია თუმცა ის რომ ხშირად ხდებოდნენ და ის იყოს ჩვეულებრივი ამბავი მაინც და მაინც თლად ჯერ არ არის ბოლომდე ასე. და ხა ჩვენ განათლებაზე ვისაუბრეთ და დასაქმებაზე რაც შეეხება მედიას და მედიის როლს, ხო მედია რაც უფრო ხშირად გააშუქებს დავუშვათ ინკლუზიას, ბაღების თემას, სკოლის თემას, აი შეზღუდულ შესაძლებლობებს მქონე ადამიანებზე სიუჟეტს გააკეთებს დავუშვათ ინტერვიუს აიღებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან, მით უფრო საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება და დამერწმუნეთ მიეჩვევა თვალი წყურით. მიეჩვევათ კი ნამდვილად თვალის წყურის და სტერეოტიპების მცხრება მოხდება.
მეთანხმებით ესე იგი რომ მედიის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოლეგებს, იმ ადამიანებს გადავუხადო, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და აინტერესებთ ეს თემა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ჩვენ ერთნი ვართ. და მე მიხარია ნინო რომ მომეცი მაგალითად დღეს საშუალება რომ ამ თემაზე მესაუბრა, იმიტომ რომ მართლა კარგი არის რომ რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ. აი ჩვენ პატარა ერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული რადიოში. აი ეს გადაცემა გვაქვს ყოველ პარასკევს აი ამ თემაზე და ვცდილობთ ჩვენი კუთხით რაღაც წვლილი შევიტანოთ და უნდა გავაქტიურდეთ სულ ყველანი მე ვფიქრობ და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა კოლეგა რადიო იმედის დილის გადაცემის პროდიუსერი მარიამ ჯორბენაძე. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. სვენელს ერთი კვირით მემშვიდობებით. დროებით. უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერიდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.